მოგესალმებით ეთერში ახალი ამბებით 13 საათზე მე ნინო სალუქვაძე ვარ. საკუთარი ქვეყნის იმიჯის საერთაშორისო ასპარეზზე დაზიანების მცდელობა პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს. შალვა პაპუაშვილი ასახელებს საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებული კამპანიის კონკრეტულ ფაქტებსაც. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით განსაკუთრებით შემაშფოთებელია ტენდენცია, თუ როგორც ცდილობენ რადიკალური ოპოზიციის ალიანსის წევრები საქართველოს წარმოაჩინონ როგორც რუსეთისა და ირანის მოკავშირე და დასაყრდენი სახელმწიფო რეგიონში. ეს კი იმ ფონზე, როდესაც ქართულ სახელმწიფოს რუსეთთან გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობები. საქართველოს და ირანს შორის ურთიერთობა კი ვერც პოლიტიკურად და ვერც ეკონომიკურად ახლოსაც ვერ მივა იმ კავშირებთან, რომელიც მაგალითად რეგიონის სხვა სახელმწიფოებს გააჩნიათ. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით დეზინფორმაციული კამპანია მხოლოდ საქართველოს საერთაშორისო იმიჯის დაზიანებით არ შემოიფარგლება. ოპოზიცია აქტიურად მუშაობს ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის დისკრედიტაციისთვისაც. მისი მაგალითიც საქართველოს ჩინეთის წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია. ოპოზიციის ამ ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯების ფონზე კი პარლამენტის თავმჯდომარე საზოგადოების მხრიდან ფაქტების ობიექტურად შეფასების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ჩვენ ვნახეთ, როგორ საუბრობდნენ გიგი წერეთელი, გიგა ბოკერია და ზურაბ ჯაფარიძე ამერიკის შეერთებული შტატების გაზრდილ ინტერესზე ჩვენს რეგიონში და როგორც ცდილობდნენ მოსახლეობის დარწმუნებას იმაში, თითქოს საქართველოს ამოცანა უნდა იყოს არა საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა, არამედ სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების მომსახურება. ამით მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი აბსოლუტურად მართალია, როდესაც მათ სახელმწიფო ინტერესების ღალატში ადანაშაულებს და უცხოური გავლენის აგენტებად მოიხსენიებს. ნაციონალ მოძრაობის იდეოლოგიაზე დაფუძნებული რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი პარტიული მიზნების მისაღწევად ავრცელებენ გზავნილებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ტენდენცია, რომ საქართველოს წარმოაჩინონ როგორც რუსეთისა და ირანის მოკავშირე თუ დასაყრდენი სახელმწიფო რეგიონში, რაც ყოველგვარ რეალობას არის აცდენილი. რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, საქართველოს რუსეთთან გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობები, რაც უკვე თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რა სახის ურთიერთობა არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის. რაც შეეხება ირანს, რომელიც ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა. საქართველოს და ირანს შორის ურთიერთობა ვერც პოლიტიკურად და ვერც ეკონომიკურად ახლოცაც ვერ მივა იმ ურთიერთობის დონესთან, რომელიც რეგიონის სხვა სახელმწიფოებს მასთან გააჩნიათ. შესაბამისად, ამგვარი ნარატივების გავრცელება მხოლოდ საქართველოზე ცრუ წარმოდგენების შექმნას და მისი საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანებას ისახავს მიზნად. ასეთივე კონტექსტში მიმდინარეობს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული დინამიური და შედეგიანი სტრატეგიული თანამშრომლობის დისკრედიტაციის მცდელობა. მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ნებისმიერი პარტნიორობა უნდა შეფასდეს მხოლოდ ერთი კრიტერიუმით, თუ რამდენად ემსახურება ის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ადგილობრივი პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში უცხო ძალების ინტერესების გამტარებლად გვევლინებიან. უცხო ძალების რაობას და წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს. ერები იმიტომ შეიქმნენ სახელმწიფოებად, რომ საკუთარი ინტერესები სხვათა ინტერესებისგან განესხვავებინათ. დაუშვებელია, რომ ვინმე თუნდაც მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების სახელით საქართველოს ინტერესების დაზიანება სცადოს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე საუბრობს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით ევროკავშირმა ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მანამდე არსებულ ტექნიკურ კრიტერიუმებს სპეციალურად საქართველოსთვის დაამატა პოლიტიკური კრიტერიუმები, რომელიც აქამდე ევროკავშირში არასდროს ყოფილა. მისი განმარტებით ევროკავშირი ითხოვს საქართველოს მიუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებულ სანქციებს, ასევე ევროკავშირს სურს კვლავაც ჰქონდეს შესაძლებლობა ფარულად აფინანსოს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში, როგორც ეს აქამდე ბრიუსელის მხრიდან ხდებოდა, თუმცა შალვა პაპუაშვილის განცხადებით ქვეყანა საკუთარ სუვერენიტეტს არ დათმობს. ევროკავშირი არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი საქართველოს მიმართ. იმ მომენტში, როდესაც მიხვდნენ, რომ ეს იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა, შემოიღეს დამატებითი წესები სპეციალურად საქართველოსთვის, სადაც მანამდე არსებულ კრიტერიუმებს
რომელიც ტექნიკური ხასიათის არის, დაამატეს პოლიტიკური კრიტერიუმები, რომელიც არასდროს რაც კი არსებობს ევროკავშირი, რაც კი არსებობს მისი ვიზა და რაც კი არსებობს მისი უვიზობა, არასდროს არ არსებობდა ეს და ქართველი ხალხი დაგვაფასეს 4 მილიონი საქართველოში მცხოვრები მოსახლეობა თუ ესე მოქალაქეები მეტი დაგვაფასეს და ევროკავშირი შეიყარა დრო და ხარჯა იმისთვის, რომ სპეციალური წესები შემოეღო და მოერგო თავისი წესები საქართველოს. თქვან, საჯარო თქვან და ქართულ ხალხს უთხრან სინამდვილეში, რასაც ითხოვენ. ითხოვენ, რომ სანქციები დაუწესოთ რუსებს, ითხოვენ, რომ ევროკავშირის კლავაც ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ფარულად აფინანსოს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში და ამის სანაცვლოდ გვთავაზობენ მარწყვის. და კიდევ ერთხელ, როგორც რეგიონში უკვე დამკვიდრდა გამოთქმა, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება. ჯო ვილსონის ინიციატივით ამერიკის წარმომადგენელთა პალატის მიერ კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტის მიღებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. შაულო პაპუაშვილმა დოკუმენტს, რომელშიც საქართველოსზეც არის საუბარი, ჯო ვილსონის აკვიატება უწოდა, რომლის ერთადერთი მიზანიც ხმაურის ხელოვნურად შექმნა. ეს კი იმ ფონზე, როდესაც გლობალური პოლიტიკური დღის წესრიგის ცვლილებების ფონზე ჩინეთთან დაზიანებული ურთიერთობების აღდგენას აქტიურად ცდილობენ ევროპული ქვეყნები და შეერთებული შტატები. ამის დასტურია ბოლო პერიოდში ჩინეთში არაერთი მაღალი რანგის პოლიტიკოსის ვიზიტი. ამ მიზანს ემსახურებოდა ერთი თვის წინ დონალდ ტრამპის ოფიციალური ვიზიტიც პეკინში, სადაც მრავალწლიანი პაუზის შემდეგ შტატებისა და ჩინეთის პრეზიდენტების პირველი შეხვედრა გაიმართა. ჯო ვილსონის მოწოდება სჭირდება დონალდ ტრამპს, რომ რუსეთთან და ირანთან დაკავშირებით მსოფლიოს ნებისმიერ წელთინში იზრუნოს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გავლენების გამოვლენაზე, შესწავლაზე თუ რეაგირებაზე. მე მგონი მართლა საბავშვო ბაღივით იქცევა ზოგიერთი გარე პოლიტიკოსი, რასაც ვაკვირდებით და ამას ეხლა ამ პოლიტიკურ ცირკის მოთამაშეებს თუ ცირკის მონაწილეებს თუ დააჯერებს. ეხლა ვინმე რამე რომ ჯო ვილსონის კანონი და მოწოდება სჭირდება ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას, მის პრეზიდენტს, რომ რუსეთის და ირანის გავლენები შეისწავლოს ნებისმიერ წერტილში ამ პლანეტის. სხვა რამით კი არის დაკავებული ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაცია. ამიტომ ეს არის აბსოლუტური ბუტაფორია ხმაურის შესაქმნელად. სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ალიანსი დაიშალა, ნაცმოძრაობაში კი ფაქტის აღიარება არ სურთ. ალიანსის წარმომადგენელი ნაცმოძრაობის ყოფილი წევრები ამბობენ, რომ სააკაშვილის პარტია ალიანსის აქტივობებსა და შეხვედრებში არც არასდროს მონაწილეობდნენ, დღეს კი ალიანსის შემადგენლობაში აღარ არიან. ოპოზიციაში არსებულ მძიმე მდგომარეობას, გარეძალების დავალებების შესრულებას უკავშირებენ მმართველ გუნდში. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით ის ფაქტი, რომ ევრობიუროკრატები ფსონს ქართულ რადიკალებზე დებენ, ნათლად აჩვენებს იმას, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია დღეს ბრიუსელი. მე არ ვიცი ჩერგოლეშვილი თუ არის მარტო ალიანსში, თუ ერთპიროვნული მართველია და მაგან მიიღო გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, რომ ნაციონალური მოძრაობა არ უნდა იყოს ალიანსში, არ ვიცი, ალიანსში ვართ, ვაგრძელებთ მუშაობას ისე როგორც ვაგრძელებდით, თუმცა ასევე არის კითხვები, როგორც წარმოგიდგენიათ ახლა ანტიმიშა ალიანსში ნაციონალურ მოძრაობას რამე ფორმით გააგრძელებს, თუ ესე გაგრძელდა ეს ყველაფერი, ხო რაღაც კონდიციამდე მივახ. რა შეჭირდება გარიცხვა იმას, რაც ისედაც ფიგურანტი არ არის. ეს ყველა მიცის რომ არა, თოში საცემია კადრებს რო შეხედა, ხო, რაც არ მომხდარა, იმას ყვებოდნენ თქვენი რესპონდენტი ცოტა ხნის წინ. სამარცხვინო ტყუილებს. მაგ ვინც იყო იმასაც და სხვებსაც გაუხსნა სააკაშვილმა გზა და აი ფურთხების და რა ქვია ბირჟაზე მჯდომის სემიჩკის მჭამელი პოლიტიკოსის რანგს ვერ გაცდა ვერანაირად. თავდაპირველად პიროვნულ ამ რაღაც ემოციებს, ეგოებს ვერ ახტება, ვერ ღალატობს და ახორციელებს უბრალოდ თავდასხმას ნაციონალურობის ლიდერებზე. ეს ძალიან არასაქმიანი გარემოს ქმნის ალიანსში, ამიტომაც არის შეფერხებული ფაქტობრივად ალიანსის საქმიანობა, თუმცა ჩვენ კვლავინდებურად ჯიუდათ ვინამჩუნებთ იმედს, რომ ეს ადამიანები დააყენებენ წინ ეროვნულ ინტერესს საკუთარ პირად ეგოებს. თავისი არაეთიკურობით ნამდვილად ჩემპიონები არიან ის ადამიანები, ეს ყველაფერი არასწორი ინტერპრეტაცია გინდა. ტყუილი, უბრალოდ ტყუილები გახავთ, რაც მოვისმინეთ, აგრძელებთ ყოფნას ამ ალიანსში, მაგრამ თუ ეს ხალხი იმდენად ვერ ერევა თავის ეგოებს, რომ მათ შორის საუბრობს, უნდა გაგვირიცხონ, რაც უნდათ ის უქმნიათ. ჩვენ როგორც ცისფერმთებს აი ესე უნდა ვუყუროთ ამ კომედიას, რომელსაც ჩვენ გვაყურებინებენ უკვე რამდენი ხანია, ის გარე ძალები, რომელიც აი ამ ხალხს ყველას აორგანიზებს, იმდენად
გონიერები არ არიან და იმდენად ვერ თვლიან რაღაც საკითხებს, რომ აი ასეთ მდგომარეობაში ვარდებიან. ამ ხალხს ცირკის მსახიობებს აცხადებენ და ქვეყნის წარმომადგენლები, აი პოლიტიკური ცირკის. ამას ეს ხო იმაზეც მეტყველებს, თუ რა ხალხი ზის ბრიუსელში და რა ხალხი ზის ზოგიერთ დედაქალაქში, რომ ამაცე დებს ფსონს. ეს რაც ოპოზიციაში ხდება, ეს არის მინი მაგალითი, რაც სამყაროში ხდება ზუსტად იგივე ძალების დამსახურებით, რასაც ჩვენ გლობალური ომის პარტიას, Deep State-ს ვეძახით, სახელი შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ არსი ერთი არის. ეს არის პირველობისთვის ამბიციური ბრძოლა ურეიტინგო და განულებული პოლიტიკოსების მხრიდან, რაც რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში ნულოვანი პოლიტიკური შედეგით დასრულდება რადიკალიზმისთვის, ხოლო ქართული ხალხისთვის და საქართველოს დემოკრატიისთვის ეს არის ძალიან კარგი, რამე თუ კიდევ ერთხელ ცხადდება ამ დესტრუქციის ნამდვილი რეალური სახე, ნიღაბი საბოლოოდ ჩამოიხსნეს და ამით საკუთარ პოლიტიკურ გასვენებას ხადია შეუწყოს ხელი. პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შედის. ცვლილებების პროექტი კანონმდებლებს შალვა ბაბუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით წარუდგინა. სუსტდება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისა და მიღების წესი. იცვლება ინტერპელაციასთან დაკავშირებული საკითხები. ინტერპელაციის გამართვა ოთხშაბათისა და ხუთშაბათის გარდა ასევე შესაძლებელი იქნება სამშაბათსაც. პროექტის თანახმად ზუსტდება პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების პროცედურაც. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით ცვლილებების მიზანია პარლამენტის საქმიანობა უფრო ეფექტური გახდეს. ქვეპუნქტსაც ეხება ინტერპელაციის დროებს და როგორც გუშინ შენიშნეს დროს დავეთანხმე შესაბამისად აისახა კერძოდ ავტორს ეძლევა 3 წუთის ნაცვლად თავდაპირველად 5 წუთი შემდეგ ერთი დასაზუსტებლად 1 წუთის ნაცვლად 2 წუთი და ბოლოს გამოსვლები არის 5 წუთის ნაცვლად 10 წუთი. პარლამენტისთვის წარდგენილ მოხსენებად, მიმოხილვად, ინფორმაციად მიიჩნევა მხოლოდ არასაპარლამენტო სუბიექტების ისწავლობითი მოხსენება, მიმოხილვა ინფორმაცია, რომლის პარლამენტისთვის წარდგენის მომავალეობასაც უშუალოდ ითვალისწინებს საქართველოს საკანონმდებლო აქტი. საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები ითვლება მოხსენებად, მიმოხილვად, ინფორმაციად და მასზე ვრცელდება იგივე წესი, რაც ანგარიშის განხილვას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 48 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 59 ნარკორეალიზატორია. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დაკავებული პირების პირადი ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის ჰეროინი, კოკაინი, ალფა, პვპ, მეთადონი, მეფედრონი, ბუპრენორფინი და სხვა. საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. დაკავებულებს 20 წლამდე უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 119 პირი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად აღსაღებდნენ გარკვეული თანხის სანაცვლოდ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფები მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას. საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მურიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მსოფლიო ბანკის ჯგუფი ქვეყანას 372 მილიონი დოლარის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს, რომელიც ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს რკინიგზისთვის ახალი ელექტროსარკინიგზო ლოკომოტივების შეძენას, ელექტროქვესადგურების მშენებლობას და რკინიგზის სისტემის ინსტიტუციურ გაძლიერებას. პარალელურად დაგეგმილია ბადიაური, ჩალაუბანი, ბაკურციხისა და გურჯაანი თელავის საავტომობილო გზების მონაკვეთების მშენებლობა, მათ შორის ხიდების, ესტაკადებისა და თანამედროვე სატრანსპორტო კვანძების მოწყობა. ინვესტიციები მიზნად ისახავს შუადერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ტვირთების უფრო სწრაფ და უსაფრთხო გადაადგილებას, ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის მოდერნიზაციასა და საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. პროექტს საქართველოს რკინიგზა და საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებენ.
მზარდი პოლარიზაციის ფონზე გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ამ სათაურით ესპანური გამოცემა El País გერმანიაში არსებული ვითარების შესახებ სტატიას აქვეყნებს. ავტორი წერს, რომ გერმანიაში პოლიტიკური ძალადობის მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულზეა. 2025 წელს პარტიების წევრებზე თავდასხმების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა და 5140 შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში პოლიტიკური მოტივით ჩადენილმა დანაშაულმა 95827-ს მიაღწია. ყველაზე მეტი შემთხვევა მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ჯგუფებს უკავშირდება. ექსპერტები ტენდენციის მიზეზად საზოგადოების მზარდ პოლარიზაციასა და რადიკალიზებულ პოლიტიკურ რიტორიკას ასახელებენ. ბულგარეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას წყვეტს. გამოცემა პოლიტიკო ბულგარეთის თავდაცვის მინისტრ დიმიტრ სტოიანოვზე დაყრდნობით წერს, რომ ბულგარეთი კიევს იარაღს აღარ მიაწვდის. სტოიანოვი აღნიშნავს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ბრძოლის ველზე ვერ გადაწყდება. იარაღის რაოდენობის ზრდას კი მხოლოდ ადამიანური მსხვერპლის მატება მოაქვს. ოფიციალური სოფია მიიჩნევს, რომ დროა მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. გამოცემის ცნობით ეს გადაწყვეტილება ამყარებს ბულგარეთის ახალი მთავრობის პოზიციას, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის საკითხში ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი. ცვლილება მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის სათავეში რუმენ რადაევი საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებით მოვიდა. ყოფილ ბავშვთა ნომერ მე-5 საავადმყოფოს ავარიულ შენობაში მცხოვრებ ოჯახებს ახალი საცხოვრებელი ფართები გადაეცა. ჩუღურეთის რაიონში პატა სააკაძის ქუჩის ნომერ 19-ში მდებარე ავარიულ შენობაში მცხოვრებ ოჯახებს ახალი გარემონტებული ბინები გადაეცემათ. აღნიშნულ მისამართზე სულ 118 ოჯახი ცხოვრობდა. დანარჩენი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. საცხოვრებელი ფართების არემონტო ხარჯებს მუნიციპალიტეტი სრულად აფინანსებს. 45 ოჯახს საცხოვრებელი ფართების გასაღებებით თბილისის მერმა ახაკალაძემ და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი კობიაშვილმა გადასცა. ამ ოჯახებმა საკმაოდ რთული გზა გაიარეს, ვიდრე აქ აღმოჩნდებოდნენ. ისინი სხვებთან ერთად წლების წინ ჩუღურეთის რაიონში ყოფილ ბავშვთა ნომერ მე-5 საავადმყოფოს შენობაში ცხოვრობდნენ, რომელიც საცხოვრებლად არ იყო განკუთვნილი. 118 ოჯახს ცხოვრება უწევდა ყოფილ საავადმყოფოს სივრცეში, სადაც ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ არსებობდა. შენობა იყო ავარიული, უმძიმეს მდგომარეობაში და რა თქმა უნდა, იქ ცხოვრება იყო ძალიან მძიმე და ძალიან რთული. თბილისის მერიამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა 2019 წლიდან დაიწყო. ჩუღურეთის რაიონში კაპანაძის ქუჩა ნომერ 4-ში მოიძებნა მიწისნაკვეთი, რომელიც თბილისის მერიას გადაეცა. შემუშავდა განაშენიანების რეგულირების გეგმა, გამოცხადა ტენდერი და აშენდა ახალი საცხოვრებელი კორპუსები. 118 ოჯახიდან დღეს 45 ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცემა Garden Hills-ის პროექტში. 8 ოჯახმა ბინები მიიღო დიდ დიღომში, ხოლო 12 ოჯახს ფულადი კომპენსაცია ჩაერიცხა. ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ სააკაძის ნომერ 19-ში ავარიულ შენობაში, გადმოვიდნენ ახლად გარემონტებულ ბინებში და ნამდვილად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ეს პროექტი. იყო ძალიან ბევრი სირთულე და მუნიციპალიტეტმა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ ყველაფრისთვის. დიდი მადლობა მინდა უთხრა დედაქალაქის მერს ბატონ კახიკალაძეს. აჭარაში რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქით და ხანძრით დაზარალებული 267 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა რეაბილიტაციისთვის 3.500.000 ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელსაც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო რიჟამაძე ხელმძღვანელობდა. ფინანსურ დახმარებას ქობულეთის, ხელვაჩაურის ქედის, შვახევის, ხულოსა და ბათუმის მუნიციპალიტეტში დაზარალებული ოჯახები მიიღებენ. 6 მუნიციპალიტეტიდან შემოსული იყო 260-ზე მეტი საკითხი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას გაეგზავნება რეკომენდაცია ამ ოჯახების დახმარების თაობაზე და დახმარების თანხა შეადგენს 3.5 მილიონ ლარზე მეტი. შერეულ სამთავრობო კომისიაზე განხილული იქნა ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ხანძრისა და სტიქის შედეგად დაზარალებული 72 ოჯახის მონაცემები,
რომელთაც შერეულ სამთავრობო კომისიას გაეცა დადებითი რეკომენდაცია და უახლოეს პერიოდში გაეწევა სათანადო ფინანსური დახმარება. გედის მუნიციპალიტეტს კომისიაზე წარმოადგენილი ჰქონდა 28 საკითხი, მათ შორის ერთი იყო ხანძარი, ორი იყო ახალი სახლის აშენება, ხოლო დანარჩენი იყო აგენტის სამუშაოები, ჯამში 295,600 ლარის, რომლის ყველა ნაწილი დააკმაყოფილა კომისიამ. ბათუმში ახალი ნომერ 21 საჯარო სკოლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. 1400 მოსწავლეზე გათვლის სასწავლო დაწესებულებაში მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, მუსიკალური და სხვა მრავალფუნქციური სივრცეები. შენობა სრულად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობა და შენობის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა. აჭარის განათლების და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით მიმდინარე წელს კიდევ 25 სკოლის მშენებლობა და 50-მდე სკოლის სრულიად ნაწილობრივი რეაბილიტაცია განხორციელდება. ახალი სასწავლო წლისთვის ჩვენ უკვე გვექნება 4 ახალი სკოლა, მათ შორის 2 რეაბილიტირებული და 2 ახლად აშენებული. დავათვალიერეთ 21 საჯარო ახალი სკოლა ქალაქ ბათუმის. ხედავთ, რომ აბსოლუტურად სივრცეები არის მოწყობილი და ადაპტირებული სასწავლო პროცესებისათვის. არის არაჩვეულებრივი სპორტული დარბაზები, როგორც დახურული, ასე ღია ტიპის ლაბორატორიები, ბიბლიოთეკები. სკოლა არის ადაპტირებული შშმ პირებისათვის. 7 მილიონი ნახევარი იხარჯება ამ პროექტისათვის 1400-მდე ბავშვი ისწავლის აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებაში. ავტორიზაციის გავლის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ მოსწავლეები სექტემბრისთვის. სკოლა პასუხობს ყველა თანამედროვე გამოწვევას, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოება, ინკლუზიური განათლება, სპორტული აღჭურვილობა, ინვენტარი თუ ბიბლიოთეკა. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი საჩუქარი, რომელიც ძალიან ბევრ სიკეთეს მოუტანს არა მარტო მოსწავლეებს, არამედ ზოგადად ჩვენს მოქალაქეებს. საქართველოს მთავრობის და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერის Starring Georgia მასშტაბური კულტურული პროექტის ხელშეწყობას აგრძელებს. 12 ივნის დინამო არენაზე ქართველი მსმენელის წინაშე თანამედროვეების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური ფიგურა Kanye West-ი წარსდგება. ბორის პაიჯაძის სახელობის სტადიონზე წლის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური შოუს საორგანიზაციო სამუშაოების მიმდინარეობას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე Starring Georgia სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან ამირან ჯანელიძესთან ერთად გაეცნო. Starring Georgia არის რეგიონში უმსხვილესი კულტურული ინდუსტრიის კომპანია და საორგანიზაციო ნაწილი მთლიანად Starring Georgia-ზე მოდის. მინდა მათ მადლობა გადაუხადო. ასეთი დიდი პროექტი წამოიწყეს, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი მნიშვნელობის და იმისთვის, რომ ეს ინდუსტრია, როგორც კულტურის ინდუსტრია, როგორც ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა იყოს ეკონომიკის, სწორედ Starring Georgia-ს განვითარებაზე ვფიქრობთ ყოველდღიურად და ყოველი ახალი პროექტი ამ გამსხვილებას და განვითარებას ემსახურება. ეს იქნება პირველი გამოცდილება ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც ასეთი მასშტაბის ღონისძიებას უმასპინძლებთ. აქ საუბარი არის ღონისძიებაზე, რომელიც ბოლო პერიოდში მსოფლიო მასშტაბით ყველაზე განხილვადი და ყველაზე მოთხოვნადია. შესაბამისად, საქართველოს ამ მთავარი მოვლენის თანაზიარი ხდება. დღეიდან რუსთავში 10-დღიანი კონკურს ფესტივალი ქართული დაიწყება. წლევანდელი ღონისძიებები ქრისტიანობის 1700 წლის თავს და კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას ეძღვნება. ფესტივალი რუსთავში უკვე მე-13 იმართება და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ანსამბლების გარდა გერმანიიდან, შვედეთიდან და საბერძნეთიდან ჩამოსული ქართული დიასპორების ჩაერთვებიან. სამსადისი რუსთავის საფესტივალო სივრცეში დილიდან მიმდინარეობს. ფესტივალი ქართული საგალობლებით გაიხსნება. რუსთავში ვიწყებთ ფესტივალ ქართულს, რომელიც 10 დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ პარკში უმასპინძლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ ქორეოგრაფიულ ანსამბლებს. ასევე გვახარებს ამ წელს ის ფაქტი, რომ კონკურს ფესტივალი საერთაშორისო გახდა და ვმასპინძლობთ ჩვენი ქვეყნის დიასპორის წარმომადგენლებს სამი ქვეყნიდან. რუსთავის ცენტრალურ პარკში საფესტივალო სივრცე დღის პირველი საათიდან გაიხსნება. საღამოს 9 საათზე კი გვექნება გალა კონცერტი, რომელიც იქნება განსაკუთრებული წელს. სცენაზე წარმოდგენილი იქნებიან რუსთაველი შემსრულებლები, სპეციალურად ქართულისთვის შექმნილი პერფორმანსებით. ახალი ამბები პირდაპირ ეთერში 16 საათზე დაბრუნდება ეთერს ბიზნეს პოსტი გააგრძელებს.